გამარჯობა. ეს არის ქორსაუბრების მესამე ეპიზოდი და დღეს თუმრად ყავს ჩვენი მეგობარი და ტექში ალბათ საკმაოდ ცნობილი ოთო ლოლუა. ძალიან საინტერესო მოსასმენი იქნება და არც მომბო ჩვენს შეხვედრაში, რადგანაც ოთოს საკმაოდ იცნობენ ჩვენს წრეში, ასევე ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი კარიერა ჰქონდა, როგორც მე ალბათ მოგვიყვება. სხვადასხვა მიმართულებით, არა მარტო ტექში. კი, ნამდვილად. და ძალიან აქტიურად არის ფიტნეს მიმართულებითაც ჩართული. ასე რომ მადლობა როგორც ვიოთო და ძალიან გავგიხარდა რომ აქ ხარ. მოგესალმებით, მადლობა რომ მომიწვიეთ და თქვენი სტუმარი. ოთო, ძალიან მოსაწყენ კითხვას მკითხავ ახლა სტანდარტულად, რა არის შენი სტორი ტექში და საიდან დაიწყე და სად მიხვედი და რაღაც რა იყო ამ გზის განმავლობაში. მაგ მოსაწყენ კითხვაზე პასუხიც ცოტა სტანდარტული არის. ანუ როგორც ყველას, ვისაც ცოტა მათემატიკის ნიჭი აქვს, აბარებს მათემატიკის მიმართულებით და ისეთ ფაკულტეტებზე, რომელიც მათემატიკასთან ახლოს არის, შესაბამისად მეც მოხვდი TESEL-ში, ზუსტად საბუნების მეტყველებზე, სადაც პირველი კურსი გაერთიანებულია computer science, ბიოლოგია, მათემატიკა და ასე შემდეგ. ხო, პირველი კურსის შემდეგ, რატომღაც გავწყვიტე, რომ კომპიუტერული მეცნიერების მიმართულებით წავსულიყავი და იქ იყო ჩემი პირველი ნაბიჯები ამ სფეროში. პირველ სამსახურს რაც შეეხება, იყო საბაქომჯი, ელექტრომწიგნების სახლი, სადაც ძალიან ძველ ტექნოლოგიაზე, ფლეშზე ვაკეთებდით, როგორც საგამმართველო რაღაც აპლიკაციებს, რომლებიც შემდეგ App Store-ზე და Play-ზე იდებოდა. ხო, მას შემდეგ სადღაც 8 წელი ალბათ ვიყავი iGaming-ში, საქართველოში და დღესდღეობით სოფტვერის საკმაოდ ცნობილ კომპანიებში, როგორიცაა Spribee, ერთი და მეორე Singular-ი, ხოლო ბოლო 3 წელი ვიყავი და ვარ remote-ად ამერიკის შეერთებულ შტატებში და ამ დროის განმავლობაში iGaming-დან remote job-ზე გადასვლის პერიოდში კიდევ მე და ჩემმა მეგობარმა გავაკეთეთ პატარა სტარტაპი, რომელიც კავშირში იყო კრიპტოსთან და სტოკთან. მაგ თემაზე მე კიდე კითხავთ და დარწმუნებული ვარ ძალიან საინტერესო ფიდბექები გექნება. მანამდე რომ გვიყვე სპორტსთან შენი გადაკვეთა. რა მიმართულებებს მისდა? სპორტთან ძირითადად ამ წუთას სამყარო დონეზე ორი მიმართულებით ვარ დაკავებული. ერთი არის ცურვა, რომელიც სეზონზე დამოკიდებული არის, ხოლო მეორე არის შედარებით სეზონური, როგორც არის თხილამურებზე სრიალი. ისე როგორ აღმოაჩინე ეგორი რაღაცა, იმიტომ რომ მათემატიკის ნიჭი არ მომაჩნდაო და საფონების ზუსტად მოვხვდე, აი როგორ აღმოაჩინე ცურვა, ცურვის ნიჭი როგორ იყო? ცურვის ნიჭი არ მიპოვია, იდეაში ცურვაში მოვხვდი ეგრე, რომ სულ მქონდა სურვილი რომ უყურებდი, ანუ უბრალოდ კარგად ცურვა მცოდნოდა. ეგ იყო ჩემი პირველი ნაბიჯი. და რატომაც ჩემმა ძმამ გადაწყვიტა, რომ ცურვაზე მასწავლებელი აიყვანა, ტრენერი აიყვანა და ელოდა, ანუ იმდენად მალე მიიღო ის შედეგი, რისი სურვილიც მე მქონდა, რაღაც 2 თვეში. შემდეგ გადავწყვიტე მეც, რომ იგივე გამეკეთებინა და ამ 2 თვის შემდეგ მეც დაახლოებით იგივე შედეგი მივიღე უკვე ამ ნორმალურად რო ცურავ ეგრე. შემდეგ ანუ დიცეონებას მაიჭერდა და ჩავყევი და დღესდღეობითაც ვცდილობ რომ ანუ ეხლა რა ეტაპზე ხარ და ზოგადად როგორ ავითარებ შენ თავს როგორ უწესებ ამ ჩელენჯებს რომ განვითარდე? ცურვის მართლებით ამ წუთას ვარ ეგრე რომ მინდა რომ ვაქციო რაც შეიძლება ყოველდღიურ რუტინად, ანუ კვირაში რაღაც მინიმალური რაოდენობები, დღეები ვიცრავ, მაგალითად ადრე მქონდა რომ 3 დღე იყო, შემდეგ 4 და ეხლა ვცდილობ რომ 4-სა და 5 შორის ავიყვანო, ძირითადად ეგრე ვარ მინიმუმ ალბათ კვირაში 4 დღე მაინც ვარ. და ცურვაში ისე ვარჯიში როგორ კითხავ ხსა? ანუ როგორ ეწყობა ვარჯიშის ტიპი? ანუ ეგ არის ხანძრობით რომ რაღაცა კონკრეტული ინტერვალი უნდა იცვლო თუ უფრო მეტად მანძილზე დამოკიდებულია, მაგალითად, აი დღეს მაქვს 1 კილომეტრიანი ვარჯიში თუ როგორ შენზე არის დამოკიდებული სრულად, ანუ სრულაში არსებობს როგორც აი ჯიმში მაგალითად რაღაც leg day და ეგეთი რაღაცებია, ზუსტად იგივე პრინციპებია აქაც. ანუ არსებობს ზედატანის ვარჯიშები, ქვედატანის ვარჯიშები, სუნთქვის ვარჯიშები და ასე შემდეგ. თან ყველა ცურვას, ბრასი არის, კროლი არის, ბატერფლაი არის, აქვს თავისი ვარჯიშები, როგორც ზედატანის, ასევე ქვედატანის.
და შესაბამისად შენ ცდილობ რომ რაღაც კონკრეტული დღეები რაღაც კონკრეტულ ვარჯიშებს დაუთმო და ასევე კონკრეტული დღეები უბრალოდ თუ რაღაც გეზარება კონკრეტული ვარჯიშების კეთება, იმიტომ რომ შედარებით ბორინგ არის, აი დროზე იმუშაო, რომ მაგალითად ამ დროში ამ ფეხანი გაცურვა, ჩელენჯი დაუწესო შენ თავს და ასევე შეამოწმო იმ ვარჯიშებმა რეალურად რა შედეგი მოგიტანა. და აი საკუთარი თავის შემოწმება როგორ ხდება? მაგალითად ესეთი აპრობული მეთოდი სიძველში არის ხოლმე, რომ რაღაც პერიოდში ერთხელ შეიძლება 5 კილომეტრიანი შეჯიბრის ტემპით ირბინო, ან 5K-საც ეძახიან, რომ ნახო რაღაც პერიოდებში როგორ განვითარდი სისწრაფის მხრივ. აი ცურვაში როგორ არის? მაგალითად შეიძლება თქვა, რომ კონკრეტული ერთი ცურვის სტილით 200 მეტრს რაც უფრო სწრაფად იცურებ თუ საზომიერთეული რა არის? იდეაში ეგ ადამიანზეა ცოტა დამოკიდებული, ანუ სიჩქარეს განვითარება გინდა თუ გამძლეობის თუ ასე. აი მაგალითად შეგიძლია, ანუ როგორც ოლიმპიური ისინი როგორც არის დისციპლინები, მაგალითად 100 მეტრზე ბატერფლაიში რამდენ წამში გაცურვა. ანუ ეს სტანდარტები რაც არის, ფაქტობრივად მაგ სტანდარტებში ზომავ შენ თავს და მე რაღაც პერიოდში მე დიდად მაგ მიმართულებით არ ვცდილობ რაღაც მოკლე მანძილები სწრაფად გავცურავ. ჩემი მიზანი არის და ისთვის, ანუ რაც უფრო დიდ სიამოვნებას მაინტერესებს, არის ცოტა მარათონული, ანუ თქო კილომეტრს რამდენ ხანში გავცურავ, ამ კილომეტრში რას გამოვიყენებ. ნუ ეხლა ბატერფლაის ალბათ ვერ გამოვიყენებ, როდესაც კილომეტრზე ცურვა გინდა ალბათ ბრასის და კროლის ნაზავი შეიძლება და ამ შემდეგ, ანუ 2 კილომეტრს რამდენ ხანში გაცურავ და ეგეთი უფრო მარათონული მანძილები მაინტერესებს, ვიდრე მაგალითად 50 მეტრს რამდენ წამში გავცურავ. ეგეთ რაღაცები არც გამიზომია და სრულიც არ მაქვს დიდად. ან ძალიან ესე ზოგადი კითხვა რა დაგისვა. ან როგორც მივხვდი, აი ძალიან დეტალებს არ აქვს ყურადღებას და როგორც ნახევრად სპორტსმენი, ეგრე არ უყურებ ამ ყველაფერს და ეგრე არ გინდა რომ განვითარდა. რა არის შენთვის ცურვა, ნებისმიერი სპორტი, რასაც აკეთებ და რატომ აკეთებ და რაში გეხმარება? და მე ტექშიც რო ვთარგმნოთ, თუ გეხმარება ეგ სკილები რაღაცნაირად ტექში. ან პირველი რაცაც გინვითარებს არის, რომ ან მარათონული ბრძოლა მოკლე მანძილებზე თან ცურვასთან შედარებით რასაც იმაშობა არის, რომ რაღაც დასახულ მიზნამდე ცოტა დიდი გზა არის გასავლელი. ალბათ ერთი ეგ არის. მეორე ეხლა რა ვთქვი, რომ ვცდილობ რომ რაღაც ყოველდღიურ რუტინაში ჩავსვა. შემდეგ ტექში რაც გამოითარგმნება, ალბათ არის ის, რომ დისციპლინას გიმითარებს, რომ რაღაცეები რაც ყოველდღიურად შეიძლება აქ სიამოვნებდეს, რომ გააკეთო, ეგ გადაიყვანო რუტინაში და დისციპლინაში და საკუთარ თავს დააძალო, რაც უკვე სპორტში გამოსილი გაქვს და შესაბამისად ტექში გამოტანითაც ტექშიც უფრო მარტივად გადმოგაქვს. და კიდე ბოლო კითხვა რა იყო, შეიძლება გამორჩა. გონი გვიპასუხე. ოკეი. კაცო კითხვა. მოდი კიდევ მაინტერესებს სურვაზე, იმიტომ რომ როგორც სხვა სპორტებში და შენ ზაცენე რაც უფრო გამძლეობაზე და მარათონული დისტანციები ახსენებ. მსგავსი ფორმის გრძელ მანძილზე ცურვის შეჯიბრებები ტარდება და მათ შორის ქართველი მონაწილეებიც ყავს, რაღაცა რაც ქვია მოგონი, სადაც 5 კილომეტრზე, 10 კილომეტრზე დისტანციები არის და შემთხვევით ეგეთ შეჯიბრებებს ხო არ უმიზნებ და ხო არ გიფიქრია შენი თავი რაღაც 5 კილომეტრიან შეჯიბრებაზე ცურვაში სადაც რო აღმოაჩინე. შეიძლება ჯერ არ ვიფიქრია, მაგრამ ალბათ რაღაც დროს დადგება მომენტი, რომ ეგეთ ნაბიჯს გადავდგამ, რომ რაღაც ეგეთ შეჯიბრებაში მივიღო მონაწილეობა. ჯერჯერობით ჩემი აზრით მაგ ეტაპზე არ ვარ მისული, ან ცოტა კიდე ვარჯიში და განვითარება მჭირდება, იმიტომ რომ დაახლოებით ეგეთი სტანდარტი არის, რომ ანუ ნორმალურ ან კარგ ბიგინერად ითვლები მაშინ, როდესაც 1 კილომეტრს ჩამოსწრები 35 წუთში. ხოლო 25 წუთის ქვემოთ არის, რომ აი საშუალო დონის მოცურავად ითვლებ და ალბათ მაგ ეტაპზე უნდა იყოს, რომ სადღაც საათში, ანუ კილომეტრს სადღაც 25 წუთში უნდა ცურავდე, რომ ეგეთ შეჯიბრებებზე, ეგეთ დონის შეჯიბრებებზე გახვიდე. ეხლა ჩემი პირადი რეკორდი არის, ბოლოს რაც მქონდა არის 33 წუთი. და აი მომდევნო მიზანი არის ჩემი, რომ აი 25 წუთზე ჩამოვიდე და 25 წუთზე რო ჩამოვალ, მე ალბათ უფრო ვიფიქრებ ეგეთ რაღაცებზე. ხო, მაგრამ მე ეგეთ შეჯიბრებებს რაღაცნაირად ისე უყურებ, რომ შენ თავს ეჯიბრები რა, ნუ არ არის აუცილებელი, რომ კარგი შედეგი დათა, უბრალოდ it's just fine ეგ ერთი.
და მერე რაღაცა ეგ ხო რაღაც პერიოდულობით ხდება და თითქოს მაგ პერიოდს აძლევ შენ თავს რომ შენს წინა ვერსიას აჯობო. შუაში ჭამ რო არის პროტენს. სპორტი არის საერთოდ სპორტსაც ერთ აქტივობაში ბევრი ენერგიას ხარჯავ რომ მე აღიდგინო აი ერთპირიანი ჭამის სესია აქვს რომ რაც დაიხარჯე რომ ერთიანად აიღო ჭამაზე ბევრი ვისაუბრეთ ჩაწერამდეც დაახლოებით 9 საათი და ხო, ნუ იდეაში, ანუ ალბათ აი როგორც თქვი, რაღაც ეტაპამდე რომ მივალ, რომ საკუთარ თავში თავდაჯერება მექნება, რომ რაღაცა შემიძლია, მე ალბათ ვსდი, მაგრამ ჯერ არ მგონია რომ მაგ ეტაპზე ვარ. შეიძლება ვარ და ჩემი აზრით ეგ არის. თავს აი, იცი რა მითხარი? აი, ტექსში იყო ოდესმე ეგ მომენტი, რომ რაღაცა იმ ეტაპზე გინდოდა მისვლა, რომ დაგეჯერებინა, რომ შეგიძლია, ან თავიდან პირველ ეტაპს რომ დაუბრუნდეთ ჩვენი კარიერის. თუ თავიდანვე რაღაცა კონფიდენტ იყავი და იცოდი, რომ რაც არ უნდა ყოფილიყო გამოგივიდოდა. ან ეგ როგორ არის, ან ცნობილი მეთოდი არ მაქვს რა ქვია, რაღაც თავიდან რომ ძალიან კონფიდენტ ხარ. დაინტრიგების საფრთხეა ანუ ეგ ალბათ მეც ეგრე ვიყავი, რომ რაღაც ეტაპამდე მეგონა რომ აი ყველაფერი შემიძლია, მაგრამ მე რაღაც რეალურ გარემოში რომ მოხდი, სადაც შევხედე რომ ჩემს ძლიერი დეველოპერები იყვნენ და ისეთ ამოცანებს ჭრიდნენ, რომლებიც იმ ეტაპისთვის ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, ალბათ მაგ ეტაპზე მქონია ცოტა რომ საკუთარ თავის თავდაჯერების ნაკლებობა, მაგრამ ანუ ეხა როგორც სპორტთან მაქვს, ეგრე არ გქონია. აბა ტექსში უფრო თავდაჯერებული ვარ, ალბათ იმიტომ რომ დროსაც და ენერგიას მეც უთმობ და შესაბამისად რასაც დროს და ენერგიას მეც უთმობ, იქ უფრო მეტი თავდაჯერებულობა გაქვს. კიდევ რა მითხარი, იცი, ანუ აი შენ რო დაიწყე რაღაცა ძალიან ადრეული ეტაპი იყო ტექისთვისაც და მით უმეტეს ტექნოლოგია რითიც დაიწყე, მაგ დროს ფაქტიურად არავინ არ წერდა. და რაღაც ისე გამოვიდა, რომ პიონერი იყავი საქართველოში ამ მიმართულებით და როგორი იყო ეგ პროცესი, რომ აი ხა რომ AI-ს ეკითხებიან დამწყებები და რაღაც ყველაფერი ხელის გულზე უბრალოდ შენი კითხე და პასუხი გაქვს. როგორი იყო ეგ პროცესი და როგორ გაიარე შენ? თავიდან საქართველოში ცოტა ისე იყო, აი ტატოს დამეთანხმება ალბათ, რომ ტატოც ზუსტად ჩემი თითქმის ერთად დავიწყეთ. თითქმის კი ერთად დავიწყეთ. პირველი ჰაკათონი, სადაც შევხვდით, იყო 12 წლის ხო, 12 წლის წინ, ხო. ერთად და შესაბამისად ალბათ ტატოსაც იგივე გამოცდილება ჰქონდა, რომ ანუ ძალიან ცოტა ადამიანი იყო ირგვლი, ვისგანაც გამოცდილებას მიიღებდი, ანუ გაგიზიარებდა თავის გამოცდილებას და ასევე ძალიან ცოტა ადამიანი იყო, ვინც ვისაც შენ გამოცდილებას გაუზიარებდი. შესაბამისად ეს community რაღაც თითქოს ისე იყო, რომ ყველას იცნობდა და რაღაც კავშირი ალბათ ყველასთან ჰქონდა და ეს რაღაც თავშეყრის ადგილები იყო ჰაკათონები, სადაც ვისაც არ იცნობდი, მათაც იქ ხვდებოდი და უკვე ისე იყო, რომ ანუ სასრული რაოდენობა იყო დეველოპერების, რომელიც რაღაც აი რო იტყვია რომ თითზე ჩამოსაფრენი რაოდენობა იყო. შესაბამისად, მაგ დროს ცოდნის გაზიარებას და მიღებას რთული იყო. ეხა AI-სთან კავშირიც იყო, მაშინ Google იყო ერთადერთი საშუალება, ბოლო ეტაპზე ეს რა თქმა უნდა, და ეგეთი საშუალებები, რომელიც ანუ უფრო community იყო. შესაბამისად, ანუ მაგან ალბათ მაგ ნაკლებობამაც წარმოშვა იმ ეტაპზე, რომ საკმაოდ ხშირად არა, მაგრამ რაღაც ჩვენი სანაცნობო წრე ჩემი და ტატოსი აქტიურად ვიყავით ჩართულები მითაპების ორგანიზებაში, მოწყობაში და ასევე მონაწილეობაში. და შესაბამისად, გამოხმაურებაც ამ მითაპების მიმართ ძალიან აქტიური იყო. მართალია ყოველთვის და იგივე სახეები იყვნენ მსმენელების, მაგრამ at-least იმის ადამიანები, რომლებიც ამ სფეროში იყვნენ, უზიარებდით ჩვენ გამოცდილებას. სხვადასხვა უნდა აღინიშნოს, რომ ეხლა შეიძლება ისე შეერდეს ეს აი მოხუცი ხალხი რომ აი აპრეჩენ დროს რაღაცა დაგიქო, მაგრამ რა, 12 წლის წინ იყო, აღარ არის რა. აი პაუდისტის და ტექნოლოგიების იმიტომ რა ტექნოლოგიებზე ჩვენ მუშაობდით და რაც დაუწყეთ, ზოგიერთ ტექნოლოგია გადაშენებული არის. კოპისები გახსოვს?
CoffeeScript-ი აღარ არის. jQuery, ну, არის. სხვადასხვა jQuery აქტუალურად რაღაცა უშვებენ, ანუ რეალისტურად ეხაც არის production-ში რაღაცაები jQuery-ზე. არ ბლოგად არის რეალისტურად რო ვთქვა, ახალ პროექტში აი კი მარტივ მაგალითად მე რაზეც დავიწყე Action Script-ი Flash-ი აღარ არსებობს. ფლეში აღარ არის. ბევრი რაღაცა იყო, რაც ან framework-ები ხო ძალიან ბევრი იყო რა. ეგენიც აღარ არის ხმარებაში. მაგრამ სხვა მოგილთ თქვა რა მინდა რომ აი მაგთაობის ხალხი ვართ ალბათ უფრო ბევრი გვექნება კიდევ უფრო მალე მოსაყოლეთ. უბრალოდ ადრე მრავალფეროვნება იყო ძალიან ტექნოლოგია, ანუ ექსპერიმენტული რაღაცეების და ეგ ჰაკათონებზეც და მითაბებზეც საკმაოდ კარგად ემჩნეოდა. ეხლა ბოლოს რაღაც პერიოდში მომწია რამოდენიმე ჰაკათონში ჟიური რო ყოფილიყავით და ვაკვირდებოდი რომ AI იმდენად შემოიტანა ძალა რომ ნებისმიერ ტექნოლოგიას მოკიდო ხელი რომ ბარიერი აღარ არის თითქმის იდეასა და ტექნოლოგიას შორის რაღაცა ვერ მიაღწევ, მაგრამ ამავდროულად ძალიან თითქოს გასტანდარტიზირდა ის ხელსაწყოები, რომლითაც ეს რაღაცები უნდა გაკეთდეს, იმიტომ რომ AI-ც, ну, ელემენტები რაც არის, დასწავლილი რაც აქვს, ხო, კონკრეტულ სტექზე, იციან რომ აი ამას გამოიყენებენ, რაღაც პირდაპირ white-ს გამოიყენებენ, ან რაღაცა ისეთ framework-ებს, რომელიც კარგად ცნობილია და ჩვენ დროს იყო, რომ აი JavaScript-ზე როცა ახალის იყო, Grantio გამოვიდა და ჩვენს რაღაცებს გალპი, იქიც აი webpack-ი რო ახალი გამოსული იყო, ვაუ, ეს რა არის და ჰაკათონებზე მოხვიდოდი ხო, ჩვენ ძალიან მაგარი რაღაც პროექტები გქონდა ხოლმე რა, რომ აი proximity sensor-ით რაღაცას ვცდილობთ, რაღაცა HTML5 ახალი გამოსული არის და რაღაც Z-ro canvas-ზე იჩად ძალიან მრავალფეროვანი იყო, უბრალოდ იდეები არისო ეგ კარგად შეკლდა და ეხლა უნდა ჰაკათონებს რო შევხედე ეკი შედარებით გუნდების გავს ფაქტობრივად ერთნაირი არის. უმეტესობა კოდს ალბათ აზრიც არ აქვს აიკითხო, იმიტომ რომ გუნდი არის და generated. მაგრამ პროექტები არის პირდაპირ არ ამუშავებდა. მე მახსოვს ჩვენ შეიძლება ნახევარი დღე Apache-ის კონფიგურაციაში ან Tomcat-ის კონფიგურაციაში გავეტარებინა რა. აი მოკლედ ეხანდელი გეფი იხურება და ეგ არის რომ ადრე მითაფები მე მგონია რომ უფრო გამოუცნო, ანუ unpredictable ხო, ანუ ვერ გამოიცნობდი რაზე შეიძლება ყოფილიყო და ბევრი ტექნოლოგია არც მუშაობდა ექსპერიმენტულად. ეხლა რომ თქვათ სამი თვე ტექში რაღაც არ გააკეთო, რა თქმა უნდა ჩამორჩები AI სიახლეებს ბევრს გამოტოვებ, მაგრამ დიდად React-ის სიახლეებს არ გამოტოვებ რა. Android-ის სიახლეებს, იმიტომ რომ უფრო დაგვინდა რაღაც ეგ ტექნოლოგიები რა, ამის გამო. კი, ანუ იდეაში ეგ როგორ არის, რომ ანუ მაშინ როცა ჩვენ შემოვედით, ანუ მაგალითად front-end-ის ხარეს მე რასაც ძირითადად დღემდე ვარ კონცენტრირებული, არსებობდა რაღაცა დიდი framework-ი, იყო jQuery, რომელიც ახსენეთ და ხო ბიბლიოთეკა იყო რეალურად და JavaScript-ი, არც TypeScript-ი არსებობდა შესაბამისად, არც Angular-ი, არც React-ი და არაფერი. მე რა ტექნოლოგიაზე დავიწყეთ იც წერა, გამოიცანით. სამიც დაგებს. მაშინ ნუ არ იქნებოდა Delphi? No. Pascal-ი. საიდან მოიტანა? არა, Pascal-ი. Delphi Pascal-ია. ანუ პროდუქტი Pascal-ია. ხო. მაგრამ Pascal-ი. კი, Delphi-ზე რაღაც ინტერნეტში მომიწია, ჩვენ ახლა ვწერდი და მივხვდი რომ მაგი აღარ უნდა გაკეთები. მე დავიწყე 14-ის რო ვიყავი, ანუ პროსტა ამოცანებს ვსნიდი ხოლმე და მაგისტვის, ანუ უბრალოდ რაღაც როგორც C++-ი ეგრა ვიყენებდი, მაგრამ მე მივხვდი რომ არ იყო. ის ყველა მეგონა ჩვენ თავგო Pascal-ი სწავლობდი და ყველაზე მარტივი შემცვლელი ენა იყო. ჩვენ C++-ს დავიწყეთ. უნივერსიტეტში არა. C++-ს დავიწყეთ უნივერსიტეტში ჩვენ. ხო, მაგრამ ანუ რეალურად ამ საუბრის პოინტი ის არის, რომ ანუ ტექნოლოგიები გამარტივდა ეხლა და რაღაცა უფრო ბიზნესის მხარეს ბიზნეს მაინდი უფრო დაფასდა თითქოს ვიდრე მაგის execution-ი. კი, ანუ წერას ვამბობდი, ანუ JavaScript-ი ხო იყო და JavaScript-ით უნდა გაეკეთებინა ყველაფერი. და მას შემდეგ უკვე შემოვიდა Angular-ი, შემოვიდა React-ი, შემოვიდა TypeScript-ი, რომელმაც ანუ 10 წლის წინ რომ გეფა server-side rendering ამხილა წონა ვიქნებოდა, ალბათ გაუჭირდებოდა მაშინებდა უკვე. ანუ უფრო ნიშური გახდა ტექნოლოგიები, ანუ თუ ხარ რაღაც კონკრეტულ framework-ზე ან კონკრეტულ ენაზე, უკვე თითქოს იქეთ ხარ ბოლომდე იქეთ მიდიხარ და ადრე JavaScript-ზე რო იყავი, ანუ რაღაც ფართო არეალი ქონდა და როდესაც ანუ მე მაგალითად მანამდე დავიწყე
კოდის წერა და შენც სანამ ან Node.js-ი ან backend-ში JavaScript-ი ცოტა ისეთი იყო რომ გავცი ანუ მაგ დროს გამოდიოდა ეხლა ძალიან მართლა მემუარების სინაჩი გადავდივართ მაგრამ Django Python-ზე მაშინ იყო ბეტა ვერსია და რო ტესტავდით ანუ საქართველოში რამოდენიმე კომპანია მე მგონი ორი კომპანია იყო სულ თუ ერთ-ერთი მე ვიყავი რომელიც ან Django-ზე ზოგადად Python-ზე რაც აკეთებდა თან Django-ზე და ძალიან ექსპერიმენტული იყო და ეს არის ეხლა მსგავსი ტექნოლოგიის შემოდის მაგრამ როგორც მარიამმა თქვა თავარი არის უკვე როგორი პროდუქტის გაკეთება გინდა თუ გინდა ძალიან ღრმად იყო ტექნოლოგიებში მაგისთვის ადგილი არის მაგრამ ყოველ მეორე ნაბიჯზე რომ უცებ რაღაცა ფუჭდება და 10 დეველოპერი რომ ერთ შეცდომას ასწორებს ეგ პრობლემები სხვაგან გადადება ანუ შეიცვალა ბაზარი რა ეხლა თუ თქვა რომ ადრეო JavaScript-ში რაღაც general ტიპები ვიყავით და ყველაფერს ვაკეთებდით ანუ ეხაც ყველაფერს ვაკეთებთ მაგრამ ეხლა უფრო დაფასდა რაღაცა deep ცოდნა იმიტომ რომ ამ general რაღაცებს ისედაც AI აკეთებს და production grade სისტემებში საჭირო არის სენიორი რომელიც რავი ანუ AI-ის გაფუჭებულ რაღაცებს ან ადამიანის გაფუჭებულს რომელმაც სწორი პრომპტი არ მისცა და მე არ დაარივივა ანუ მაგას reviews გაუკეთებს და დაფიქსავს და რაღაცა ეხა უფრო ნიშური პროფესიები გახდა საჭირო ვიდრე რაღაცა general knowledge. კი, აი. და ის რომ ცოტა მოდი ყველაფერი ვიცოდე, ცოტა რაღაცა მარკაპს დავწერ, ცოტა front, ცოტა backs. კი, და შესაბამისად აწი ალბათ ეგეთი დიდი ცვლილებები არც იქნება, იმიტომ რომ ანუ როცა გაჯერებული არის ბაზარი და მოთხოვნა არ არის უკვე ახალი რაღაცის, ხო? ანუ ძალიან ინოვაციური და ძალიან ისეთი რაღაც ევოლუციური უნდა იყოს რაღაც, რომ ადგილი დაიმკვიდროს. აი მაგალითად ეხა front-end-ში რა უნდა შემოვიდეს ისეთი, რომ ანუ React-ი დიდი რაღაცა ჩაანახოს. ანუ ისედაც პატერნებს, ან დიზაინ პატერნებს რო ან მაშინ რაღაცა მართლა ეგეთი რაღაც დიდი ცვლილება უნდა მოხდეს, რომელიც შემდეგ შემოვა და ეგ იშვიათად მოხდება შედარებით, იმიტომ რომ მაშინ არ იყო ეგეთ განვითარებული და რაღაცა ყველა ახალი იდეა მიმღებული იყო, რომ ეს ხوار ჯობია, ეს ხوار ცოდოთ, ეს ხوار ცოდოთ და შეიხალხა და სტანდარტიზირდა, რაც გაიჩნდა დიდი რაღაცეები. მაგრამ აი ბექსაც რო შეხედა რა, ანუ ძალიან დიდი ხანია უკვე რაღაც ერთი და იგივე დიზაინ პატერნებით მუშაობს, ანუ არქიტექტურები არ იცვლება. არქიტექტურები даже ძალიან ბევრი წელია ერთნაირია. ну რა თქმა უნდა იხვეწება, იმიტომ რომ რაღაცა მიკროსერვისები და ან cloud-ის განვითარება რაღაცები მოიტანა, მაგრამ ძირითადი არქიტექტურები მაინც ბოლო წლებია ერთნაირია და ადრე უფრო რაღაცა ტექნოლოგიების მრავალფეროვნება იყო, მაგრამ ეგეც რაღაც დასტაბილურდა ახლა. ხო, მოდი მაგ თემას აღარ ჩავხატავ. სპორტზე გადავიდე. დისკუსია და დიზაინ პატერნებზე ძალიან ხანშემიძლია. ну, არქიტექტურულ პატერნებზე ვისაუბრო რა და ჯობია მან და არ ჩავიდეთ. მაგრამ მე რაც მაინტერესებს არის მარიამმა გახსნას ახსენა, რომ ოქროს გამოცდილება აქვს ცალკე პროექტზე მუშაობის, მე თვითონ შენ განავრცე უკეთესად, რომ იყო რომ შენი მეგობართან ერთად რაღაცაზე დაიწყეთ მუშაობა და უფრო მეტად შეგვიყვანო მან რა დომენში იყო, რა საკეთებდით, რამდენი ხანი, რა გამოწვევები იყო და ხო რა კონტექსტი რო უფრო მეტად მოგცე მაგისი. კი. მე და ჩემი მეგობარი გიორგი მოხევი ალბათ დიზაინში ვინც არის იცნობს, კან გიორგის ჰქონდა იდეა რომ გაეკეთებინა სტოკების ტოკენიზაცია. ანუ დღესდღეობით როგორც ცნობილია real world assets-ი არსებული რეალური სტოკები, რომლებიც ჩვეულებრივ სტანდარტულ ბირჟებზე ივაჭრება, გავკეთებინა მაგ სტოკების ტოკენიზაცია და გადაგვეყანა blockchain სამყაროში, რაც საშუალებას მიცემდა მოხარებელს იმისა, რომ ევაჭრა ამ სტოკებით 24/7-ზე და კიდევ ბევრი ბენეფიტი იყო, რომელსაც ახლა არ ჩამოთვლი. ანუ ეგ იყო მთლიანი იდეა ამ წლებში იყო? ეგ იყო 2020 მე მგონი თუ 21 დაახლოებით COVID-ის პერიოდი იყო, შუა COVID-ის პერიოდი იყო კი, ან COVID-ის პერიოდი, ან COVID-ი დაწყებული იყო კი. და ყველა რემოუთად გასულები ვიყავით და აი ეგ პერიოდია. შესაბამისად გიორგის მაშინ ქონდა შედარებით გამოცდილება
შედარებით კი საკმაოდ სიღრმისეული გამოცდილება კრიპტოსთან დაკავშირებით. სტოკებისგან ორივე შორს ვიყავით, ასე თუ ისე. და მე, ასე რომ ვთქვათ, კრიპტოსთანაც არ მქონდა ახლო შეხება. შესაბამისად, მაგან პირველ რიგში რაც მე მოგცა, არის ის, რომ საკმაოდ ახლო კავშირი აგვამყარებინა კრიპტო და სტოკ ინდუსტრიებთან. შესაბამისად, ფინანსურ სამყაროსთან, რამაც გამოიწვია ჩემი ბოლო პერიოდის ტრანსფორმაცია იმ ნაწილში, რომ რაღაც ჩემი part-time ჯობებით გახდა უკვე სტოკებში ინვესტირება და შესაბამისად ფინანსური ნაწილი და რაღაც ეხა ისე ვარ რომ ნახევრად დეველოპერი ვარ და ნახევრად ვცდილობ რომ ფინანსებში გავერკვე, ფინანსისტი ვარ ჯერ არ ვიტყვი, მაგრამ რაღაც აზრზე ვარ, ყოველ შემთხვევაში რაღაც დამწყების დონეზე ალბათ ვარ, რომელსაც შეუძლია რაღაც მოიაზრეთ აქაც underestimate საკეთებ შენი თავის, იმიტომ რომ მე უყურებ მაგ პროცესს და ვიცი რამ ხელა ენერგიას ესწრებ და სადაწყერებ. იცი რა მინდა კითხო, ანუ შენ თქვი რომ ბოლო რამდენიმე წელია აკეთებ ინვესტიციებს. ადამიანებს, ვინც აქამდე არ გაუკეთებია და უნდათ რომ ჩაერთონ, რა რჩევებს მისცემდი, საიდან უნდა დაიწყონ და ანუ რის სწავლა უნდა დაიწყონ პირველ რიგში. პირველ რიგში სწავლა ალბათ უნდა დაიწყოს რაღაც basic რაღაცების, ანუ ინვესტმენტშიც არის ბევრი მიმართულება და ძალიან ბევრი სტრატეგია. და ალბათ პირველ რიგში რაც უნდა გაიაზრონ არის რომ ანუ არსებული სტრატეგიებიდან რომელი აირჩიონ. ალბათ ეგ ყველაფერი დამოკიდებული არის ადამიანის ხასიათზე, მე ეგრე ვფიქრობ, იმიტომ რომ შენი სტრატეგია უნდა მოარგო შენ თვისებებს. ანუ თუ ცოტა ისეთი ხარ, აზარტული ხარ და ასე შემდეგ, ალბათ ცოტა გაგიჭირდება ამ სფეროში რაღაც წარმატების მიღწევა და მოგებაზე გასვლა, მაგრამ ну ალბათ იმ სპორტიც რო ჩავთოთ ეხა აქ, ანუ სპორტიდან გამომიშავებული დისციპლინის მეშვეობით შეგიძლია რომ ეგეც გამოიმუშაო, მაგრამ ალბათ თავარი თვისება რომელიც ამ სფეროში ჭირდება, ალბათ არის რომ მოთმინება რა. თუ ეგ თვისება გაქვს, ჩემი აზრით, ეგშიც მგონი ყველაფერში ეგრეა რა. ჩემი აზრით ბიზნესი, ანუ სტარტაპში პირიქით არის ჩემი გამოცდილებიდან, მე მგონია რომ უპოვრობა. არა, მოთმინება ინვესტმენტში აუცილებლად. ჩემი მოთმინება არის კი. ანუ არ უნდა აყვე ტრენდი. თუ გაშფოთებს რომ ეგ თუ გაშფოთებს რომ რაღაცა დროის ამ მომენტში ხარ -50%-ით და მაგაზე ნერვიულობ, მაშინ ეგ შენი საქმე არ არის. ან მაშინ ძალიან safe სტრატეგიით უნდა წახვიდე. და მაგაზე რო გითხრათ, ანუ შენი ინვესტირების სტრატეგიები რა არის და ხო რო გავყოთ safe და არ safe სტრატეგია და დამწყებებს რას ურჩევდი? პირველი ნაბიჯი რაც გადავდგი, იყო რომ ანუ ავიღე და დავსერჩე რა იყო ყველაზე ანუ ისე dumb სტრატეგია, ანუ ყველაზე მარტივი და ყველაზე ისეთი გამოყენებადი. და ეგეთი სტრატეგია არის, თქვია dollar cost average. რომლითაც ყოველ თვე ერთი და იგივე თანხით, ერთი და იგივე რიცხვში ყიდულობ რაიმე ნაკლებად რისკულ ინდექსს, აი მაგალითად როგორიც არის S&P 500, რომელიც არის ამერიკის top 500 კომპანია. რაც ნიშნავს, რომ შენ გსონსდებ ამერიკის ბაზარზე, ესე რომ ვთქვათ, ანუ შენ თუ პრობლემები შეგექნება, ნიშნავს, რომ ამერიკის ბაზარს აქვს პრობლემები, შესაბამისად თელსოფლიოს აქვს პრობლემები და შესაბამისად ისედაც შეგეხებოდა მაგ S&P-ს გარეშეც ეგ პრობლემები. ეხლა dollar cost average არის ეგეთი სტრატეგია, რომ მაგალითად ამ თვეში ყიდულობ $100 S&P 500 ინდექსს. არ აქვს მნიშვნელობა რა, ანუ ძვირი არის, იაფი არის, გაზრდილია ფასი დაკლებულია თუ ბაზარზე რა სენტიმენტებია, მაგ ყველაფერს საერთოდ არ უნდა მიაქციოთ ყურადღება. ყოველ თვე ერთი და იგივე რიცხვში, ერთი და იგივე თანხით უნდა იყიდოთ. ეგ გაძლევს იმას, რომ თუ მარკეტი გაზრდილია, შენ შესაბამისად ძვირი ატყიდულობ, თუ მარკეტზე ფასები დაცემული არის, შენ შესაბამისად იაფად ყიდულობ, რაც long term-ში გაძლევს იმას, რომ გამოგდის საშუალო ფასი. ეგ არის ალბათ ყველაზე ისეთი მარტივი, რაც მეც ეგრე დავიწყე, რომ აი, უბრალოდ როგორ უნდა იყიდო, სად უნდა იყიდო და ეგეთი მარტივი რაღაცები რო გაიგო. მაგაზეც რა მივცეთ ჰინტები მაყურებელს შენ სად ყიდულობ? პირველად მარტივად დავიწყე საქართველოს ბანკში
და შემდეგ გადავედი Interactive Broker-ზე, მაგრამ საქართველოს ბანკშიც უკვე ისეთ დონეზე არის აპლიკაციაში Mobile Bank-ში, რომ რაც დამწყები ინვესტორისთვის და ჩემ level-ზეც ეხა მე ძალიან წინ არ ვარ დამწყების, მაგრამ რა level-ზეც ვარ, მაგ level-ისთვისაც სრულად საკმარისი არის საქართველოს ბანკის Mobile Bank. შემდეგ უკვე, ანუ ამ dual cost average შემდეგ უკვე იწყებ ინდექსის ნაცვლად რაიმე კომპანია ხო არ ვიყიდო და შემდეგ რაღაც პატარა თანხებით უკვე რაღაც კომპანიებს ეთამაშები, მე შემდეგ ნახულობ რა პარამეტრებს მიაქციო, ყურადღება რას მიაქციო და ასე შემდეგ. და ნელა მიდიხარ და ალბათ ბოლოს რაღაცამდე მიხვალ, როდესაც შენი საკუთარი framework-ი გექნება, რომლის მიხედვითაც ალბათ იყიდი, დაასკვნი იყიდი თუ არ იყიდო. ისე რადგანაც ეს საქმე AI ხანამდე დაიწყო ყოველ შემთხვევაში სამდე ერთანდელი მოდელები ეფექტურად ჩაერთვებოდნენ, იმიტომ რომ GPT-2 ან GPT-3 თუნდაც 3 დროს მგონი ეგეთი ეფექტური ყოფილიყო ამ თემაში. ანუ რა პირველი არის რა სხვაობას ამჩნევ. კოლების ფაზა გაგიმარტივდა, ანუ თუ რამე ავტომატიზაცია გაქვს რამ მოდებული ისეთი რაზეც ენის მოდელი გჭირდება რომ უკვე დაამუშავოს თუ რა არის? ავტომატიზაცია, ანუ AI-ამ გაამარტივა, პირველ რიგში იმიტომ გაამარტივა, რომ ანუ მაგალითად რაღაცა არ იცი რას ნიშნავს, ხო? მაგის ანუ როდესაც ადრე დაგესერჩა, შემდეგ სტატია გაგეხსნა და რამოდენიმე სტატია წაგეთხნა, დასკვნა გამოგეტანა, ეხა უფრო მარტივად ხარ კითხვას დავუსვამ და ერთ რაღაც პარაგრაფში მოგცემს მაგაზე პასუხს. რაც შესაბამისად დროს გიმცირებს იმისა, რომ basic რაღაცები, რომელიც მარტივია და მარტივად გასაგები არის, უფრო მოკლე დროში გაიგო. ეგ ერთი. მეორე, ანუ Perplexity AI არის ეგეთი საიტი, AI tool-ი, რომელმაც ბოლო პერიოდში, დავხატავ რამოდენიმე თვის წინ დაამატა ახალი ტაბი, რომელიც არის finance-ი, რომელიც არის სპეციალურად აი ამ სტოკებისთვის, მარკეტებისთვის და რომელიც უფრო დახვეწილად და სწორად პასუხობს ფინანსურ და სტოკებზე დასმულ შეკითხვებზე პასუხს. და რა ეგერთი ძალიან გიმარტივებს, იმიტომ რომ კონკრეტული კითხვები თუ გააქვს, მაგალითად, წიდან წამდეს და რა არის და ეგეთი რაღაცეები, მაგისთვის ძალიან კარგი რთულია, თუ მანამდე რას თეიბლებში და სხვა საიტებზე შენ უნდა გეძებანა ეგ ინფორმაცია. რაც შეეხება ავტომატიზაციის tools, ანუ ჩემთვის რაღაც პატარა რაღაც ის ამაქვს, ავტომატიზაციის tool-ი მაქვს, უბრალოდ ანუ რაღაც სტოკს როცა შევიყვან მიწერს ჩემთვის რა პარამეტრებს მაჩნია სწორი, ეგ კარგია თუ არა. ეგ არის რაც გაკეთებული მაქვს. AI-სთან კავშირში რაც შეეხება, სატესტოდ გავაკეთე, მაგრამ შემდეგ არ განმევითარებია ეგეთი რაღაცა, ანუ კომპანიები public რომელიც ტრეიდერობს, აქვს 10Q და 10K, რომელიც არის კვარტალური და წლიური რეპორტები. და შესაბამისად ეგეთ რაღაცა გავაკეთე, რომ ლამა ინდექსი არის ეგეთი მოდელი არის, რომელსაც აუტვირთე, მაგალითად, Apple-ის ბოლო 5 წლის წლიური რეპორტი, რომელიც თითო არის დაახლოებით 120 გვერდი, ხო? შესაბამისად, ეს რაღაც დიდი მასალა 5 PDF-ი აუტვირთე და შესაბამისად, მაგ 5 PDF-ის შესაბამის კითხვებს ვეკითხებოდი და საკმაოდ კარგად პასუხობდა და შესაბამისად არ დამჭირდა ჩემი კითხვებისთვის პასუხის საპონელად, რაც 500 გვერდი წამეკითხა. შინაარსი გამომეტანა და შემდეგ რაღაც გვერდებზე ჩამენიშნა რაღაცეები და რიცხვები მედარებინა. მარტივად ლამა ინდექსის მეშვეობით უბრალოდ ჩატის level-ზე ვეკითხებოდი და პასუხებს ვიბრუნებდა. ვაუ. ეს ოკეი. ლამა ინდექსი როგორი არის, ცალკე არის. როგორც ის არის, LangChain იგივე არის. ხო, ანუ თული არის უბრალოდ ლამასთან მეტას ლამა თან ანუ კავშირში არა, ხო? იმ გონი არ არის, ხო? აი ეგეც არ დამისვენებია, უბრალოდ ეგეც მარტივად ნახე, რომ ეგეთი რაღაცა მარტივად როგორ შეიძლებოდა. ერთი იყო LangChain-ი, რომელიც შედარებით რთულად გამოდიოდა და მაგ ლამა ინდექსზე შედარებით მარტივად. ანუ მაგ თულის დონეზე არ დამისვენებია. LangChain-ი პირდაპირ მაგის შემოსწრებელი არ მგონია იყოს თუ ლამა ინდექსი ეგ არის ჩაწერას ასე ლაპარაკი, მაგრამ LangChain-ი
პირდაპირ ალტერნატივა თქვათ არ გამოდის. ხო არა, მეორე რაღაცების სახის იმისაუბრეთ ვერ ვერკები, ასე რომ მანდ ვერ შემო. მე უბრალოდ ანუ მინდოდა რომ ეგ გამეკეთებინა და რო დავსერჩე ყველაზე მარტივად მან ძალიან რაღაც 1 საათში უკვე მივხვდი როგორ უნდა გამეკეთებინა და შესაბამისად ანუ ჩემი მიზანი იყო რომ უბრალოდ ეგ შესაძლებელი იყო თუ არა მარტივად ეგ გამეგო და არა რომ რაღაც თული შემესწავლა. ისე მან და ალბათ შემდეგი ნაბიჯი რაც იქნებოდა შემოგთავაზებდი რომ ეგ რაც მიზეძიდება თავიანთი RSS feed-ი ხო იქ NATN-ზე ალბათ ავტომატიზაციას გავაკეთებდი რომ ამ RSS feed-ის ყოველ განახლებაზე ავტომატიზაცია მომედო რომ მე ლამა ინდექსზე წასულიყო და ეს ოპერაცია შენს გარეშე გააკეთებინა და მე შეიძლება სადმე ან მეილი გამოეგზავნა შენს ან ტელეგრამში მესიჯი მოგეს tele pipeline-საც მოხდება ანუ ამ იმის რა ქვია ანუ რაც ეს ელემენტები გამოჩნდა და რაც პრაქტიკულად ვიყენებ ამ მაგ მიმართულებით ანუ იმდენი ავტომატიზაციის იდეა მაქვს რომელიც ეს ყოველდღიურობას გაგიმარტივებს რომ ძალიან ძალიან მაინტერესებს აი finance sphero ზოგადად არ არის ხოლმე ეგრეთ წინ ტექნოლოგიებში აი მაგალითად თუნდაც ბუღალტრული სოფტები და ასე შემდეგ და მგონია რომ არც ტრეიდინგი იმიტომ რომ მაინც რაღაცა კონსერვატული სფერო არის და მან AI-ის გამოყენებით შექმნილი პროდუქტების კონკურენცია რამდენად არსებობს, რამდენად არის ძალიან ბევრი ალტერნატივა. მე არ ვამბობ ტრეიდინგ პლატფორმებზე ეგენი რა თქმა უნდა ბევრია. უბრალოდ თულები, რომლებიც ავტომატურ ტრეიდინგს გააკეთებენ, ოღონდ რაღაც თან გატესტილი რო არის და კარგად მუშაობს. კი, ან მან როგორ მე მგონია რომ ძალიან განვითარებული არიან, უბრალოდ არ ჩანს. იმიტომ რომ თუ კაი მოდელი არის და ისეთი რაღაცეები აქვს და ისეთი ფრეიმვორკები აქვს და ისეთი ალგორითმები აქვს, რომელიც მუშაობს, მაგას არ მგონია რომ ფაბლიკზე გამოიტანონ. მგონია რომ დიდი კომპანიები, hedge fund-ები და ეგეთი ვინც საკმაოდ დიდ მოგებებზე გადიან, საკმაოდ ძლიერი ავტომატიზაციები აქვს, უბრალოდ შენ არ გაჩვენებენ და ფაბლიკზე რეალურად გამოდის ის მოდელები და ის ალგორითმები, რომლებიც არ მუშაობს. თორე ანუ ფინანსურში სფეროში სტოკებზე თუ შენი რაღაცა ფრეიმვორკი გაქვს, ალგორითმი გაქვს, რომელიც თვიურად 100% წერ, მაგას ფაბლიკზე არ გამოიტანა, იმიტომ რომ მაგ ფრეიმვორკზე ბაზარი შემდეგ ავტომატურად გაივლის ადაპტაციას და შენი ეგ ალგორითმი და მოდელი შემდეგ არ გახდება, არ იქნება ისეთი მომგებიანი, როგორც მანამდე იყო. და შესაბამისად, ანუ განვითარებული მგონია არის. მაგაში ვერ დაგეთახმები, მაგრამ არ არის ფაბლიკი. ანუ მაგას ვამბობ რა, ანუ რეალურად არ ჩანს ეგეთი პროდუქტები, ანუ ხალხისთვის, B2B სექტორისთვის, ასე ვთქვათ, არ არის ხელმისაწვდომი. ისეთ როსაც პირდაპირ ტექნოლოგია და ფული კავშირში აქვს. ანუ ნებისმიერი ტექნოლოგია ფულთან აქ პირდაპირ კავშირში არის. აი GitHub-ზე რომ ნახო რაღაცა ისეთი ხელსაწყო, რომელიც სხვა პრობლემაში ზონაზე ასევე შეიძლება ფული მოქონდეს, ოღონდ არა პირდაპირ, ხო? ძალიან ბევრი solution-ი, იმიტომ რომ რაღაცა ინჟინერულ პრობლემაზე მუშაობენ და ავრცელებენ, რა აქ პირდაპირ არის რომ აი ამის დახვეწა უკეთეს შემოსავალს გაძლევს და მაშინ მოტოს თეორია შეიძლება მან მე ისე შეიძლება არ განვითარებული ანუ არა მეც მაგას ვამბობ რომ მეც მგონია რომ ანდერზე აი ყველა საკმაისი პაიპლაინი სულ ამბობენ რომ ანუ გაჯერებული არის ბაზარი და ყოველი ახალი სტარტაპი აშკარად დიდ ინოვაციას ცდილობს ამართლებით, იმიტომ პატარა ინკრემენტები რო იყოს დავინახავდით. კი ეგრეა და მაგიტო არის რომ ეს სფერო ცოტა ის არის ნიშური არის და ანუ საზოგადოების ძალიან ცოტა ნაწილი ერკვევა ანუ ისეთი მარტივი არ არის მაგალითად როგორც ინვესტმენტი real estate-ში რა ყველას რო შეუძლია წავიდეს და სახლი იყიდოს და რაღაც ჩადოს ფული, მაგრამ ანუ რეალურად ხო ვიცით რომ ეგ long term-ში მომგებიანი არ ისეთი მომგებიანი არ არის როგორც თუნდაც ფინანსურ ბაზარზე ვაჭრობა და მაგიტომ ხო გონია რომ ეგ არის ბარიერი, რატომაც არ ხდება რაღაცა ფართო მასებისთვის ხელმისაწვდომი. ჯერ ინფორმაციულადაც, ანუ რეალურად არის ძალიან ბევრი ინფორმაცია, მაგრამ მაინც ანუ entry point-ი არის ძალიან მაღალ level-ზე რა, ანუ რაღაცა უფრო კარგად მერკვეოდა რომ გამარჯვება ძალიან დიდი რაოდენობის ადამიანის წავს გენერაცია გაიაფთება, ცოდნა გქონდა და და მაგას ვამბობ რომ აი მაგ ცოდნის გარეშე აი და აიფში ახლა ეს რა მანდოთ რა ნაწილი ვერ მეკდი? შესვლა ამ მიმართულებით შესვლა
ანუ ფაქტობრივად შეიძლება პირდაპირ ბანკის ანგარიშიდან დაიწყო მაგრამ მეტი რა გინდა ჯიბეში არა, კი, ანუ ეგ კი, მაგრამ ანუ შენ ხო გინდა შენი ცოდნა რაღაცა market research-ი გინდა რომ რა იყიდო რა. ანუ ძალიან მარტივი არის რომ იყიდო ეხლა, მაგრამ რა იყიდო ეგ ნაწილი მაინც პრობლემად რჩება და ეგ ვიკითხე რომ რაღაცა ბაზარზე თუ არსებობს ნუ ეგ არის რეალურად ფანდი, არა? ხო. SP500-ი ეგ არის. ეგ ყველაზე მარტივი და ურისკო ეგ არის, რომ ახლა რა არის რა უნდა იყიდო, ეგ უნდა იყიდო. მეორე ვარიანტია Wall Street Girl-ში ვარ, ვინაცა გირეკავდა გარაჟის, არასემილი გარაჟის აქციებს. მაგრამ ვიღაც რო გირეკავს, უფრო დიდი ალბათობით call-center ოპერატორი. ვიდრე Wall Street-იდან მოდის. ცოტა ასაკი რომ მოგვიწევს დავაყო AI-ო მაგრიგებს. ანუ თქვენ დააგროვოთ ეს ფანდები ტრეინინგის და მე AI ბოტი დაგირეკავთ და აი, AI ბოტზე გავაგზავნოთ ტექნოლოგიებზე ვისაუბრეთ ჩვენს რაღაცა ტექნოლოგიის გარდა რაც დამატებითი ასე ვთქვათ გატაცება კი არა ნახევრად პროფესია არის ვისაუბრეთ სპორტზე დავბრუნდეთ სად მე ხო არ არის სადაც AI-ის ეფექტურად იკანება გახსენე მაგალითად სულვან რაც რეჟიმის შედგენისთვის ან პროგრამას როგორ ადგენენ აი როგორ უნდა ივარჯიშო მომავალი ერთი თვე მაგალითად აი მაგაში ვარ მაგისთვის არ ვიხენებ დიდად AI-ს უფრო YouTube-ზე ვნახულობ რაღაც ვიდეოებს რა ვარჯიშების და ეგეთი რაღაცა ნახულობ YouTube-ზე ვნახულობ ეგეთ ვიდეოებს AI-ს მაგისთვის არ ვიყენებ ანუ ისე გამიყენები რაღაც მაგალითად მიკითხავს კვების რაციონის შედგენა და ეგეთ რაღაცეები მაგრამ დიდად არ გამიყენები просто წავიკითხე და სამი დღე გავუკეთე მე მგონი ამ მე მგონი უბრალოდ გშია წავიკითხე და დიდად არ გამიყენებია მაგრამ ეგეთ რაღაცეებისთვის ალბათ ძალიან კაი არის ალბათ შეგიდგენს კარგად მაგრამ მან რა არის იცი როცა მარტივი რაღაცა გინდა კითხო და კონკრეტულ რაღაცაზე გაინტერესებს პასუხი, ანუ იმდენად უნდა ნეიროინგი ანუ გავუკეთო და ჩარტში მოაქციო, რომ ალბათ გეზარება ეგ და მე მაინც გირჩევნია, რომ ძველ მეთოდს, ანუ იცი როგორ არის? ჩვენ ალბათ შეიძლება ის ძველი ხალხი ვართ უკვე, რომ არა რაღაცის ან მაგრამ სტატიის წაკითხვა მირჩევნია რაღაცაზე, ვიდრე რომ რაღაცა დიდი პრომპტი მეგაუმზად, რომელზეც შეიძლება ის პასუხი არ მოიღო, რომელიც მჭირდება. ო ბოლომდე ვერ მოყვავი, მაგრამ აბსოლუტურად მესმის გამოძახილი. ძველი ხალხის ნაწილია. თუმცა მე დანაკრებად ვიყენებ და 20-25-ხაზიანი რაღაც პრომპტები მიწერია, რომ სულ ინფორმაცია მიმეცა და მე რაღაც იქნა პროგრამა გამომეძვნა. ეგ კი არა, ანუ მართლა საქმე მაგ ტერმინალშიც კი, ტერმინალში უკვე ფაქტობრივად ბაშის ხმარებაც არ მახსოვს, იმიტომ რომ ეს Word AI ტერმინალი რო არის, PowerShell-შიც და Mac-შიც და Linux-შიც ყველგან ფაქტობრივად ეგ მიკეთებს ყველაფერს და გუშინ ისეთი რაღაცები ვაკეთებინე, რომ უბრალოდ მაგის კეთებაში ნახევარ დღეს დავხარჯავდი და აქ კიდე 120 წუთი დამჭირდა. ასე რომ მე მგონი არის ზოგიერთი სპორტის სახეობები, სადაც ალბათ ჯერ კიდევ კარგად არ არის შესული AI როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ ან ხელსაწყოები არ არის საკმარისად მოქმნილი რომ დაგეხმაროთ ან მაგალითად იგივე ვიდეო ჩანაწერის უკეთესი ანალიზი რო შევძლოთ შევების მოცემა აი მაგალითად სრიალის მიმართულებით ანუ სრიალი და AI ცოტა ალბათ გაგიჭირდება რა იმიტომ სავარჯიშო პროგრამა ძალიან სპეციფიურია ამინდი უნდა დაემთხვეს იქნა წახან ბევრი ვარსკვლავი უნდა დაემთხვეს ერთმანეთს რომ იდეალურად გამოიყენო კაი მოდი ცოტა სრიალზეც ვისაუბროთ მე და შენ გადავკვეთილოთ კიდევაც სასრიალო ტრასაზე და ცურვა გავიგეთ მათემატიკის ნიჭის გავიგეთ სრიალთან როგორ მოხვდით და შენთვის ანუ როგორი წონა აქვს სრიალს არის უბრალოდ გასართობი თუ არის ისეთი რაღაცა რომელსაც ენთუზიაზმით ერთვები და ცდილობ რომ განვითარდე და რაღაც ახალ სიმაღლეს მიაღწიო ალბათ გასართობი არის ყველაზე მეტად და ანუ იდეაში ყველაზე მეტად ალბათ მაგით ვერთობი ამ სრიალით ამ ყველაზე დიდ სიამოვნებას ალბათ სრიალი მანიჭებს და ამიტომ არ მინდა რაღაცა ისეთ ჩელენჯებს დაემსახე მიცემ შესაბამისად რაც ესე არ მაქვს მაგრამ ამდენხანი რო სრიალებ ყოველწლიურად ვითარდები და ახალ ეტაპებზე გადადიხარ მაგალითად როგორიც არის ტრასიდან ფრირაიდზე გავყალავში გადასვლა და ამ შემდეგ
და ალბათ ეგ არის რაღაც ისეთი basic ნაბიჯები, რომელიც ავტომატურად ხდება დიდხნიანი სრიალის შემდეგ თავიდან რაღაც ტრასაზე ტრასა ქართულად ინგლისურად ქართულად არ ვიცი როგორ ბილიგზე სრიალებ და შემდეგ ანუ რაღაც რაღაც A წერტილი B წერტილი ერთი და იგივე რო არის მარტივდება ეგ ყველაფერი და რაღაც ახალი ჩელენჯი გინდა შემდეგ ხარ კვალავში და ცდილობ რომ რაღაც ისეთი გზები დალაშქრო რომელიც აქამდე არ დაგილაშქრავს და კიდე ერთი პლუსი რაც არის მე წელს დავიწყე დიდხანი არ დამიწყე წელს ვიყავ პირველად კვალავში რაც არის ის რომ ანუ ყოველი ახალი ჩასრიალება აბსოლუტურად განსხვავებულია იმიტომ რომ არ არის რაღაც ერთი და იგივე გზა სხვა გზით მიდიხარ და შესაბამისად ეგ უფრო მეტ ინტერესს ძენს სულ კაი რაღაც ახსენე რომ ეგ არის რომელშიც თითქოს აქტიურად ანუ ბუნებრივად ვითარდები იმიტომ რომ გამოცდილებას იკრებ მაგრამ აქტიურად არ ცდილობ რომ შემდეგ დონეზე გადახვიდე რომ ეგ არის ერთი წერტილი სადაც შენახული აქვს რომ სიამოვნებისთვის მოიტოვო მარიამ აი შენთვის თუ არის რამე ეგეთი რომ სპორტული ინტერესი და ის არის ყოს მუდმივად აი ხო და ჩემთვის სპორტი არის მთლიანად ეგ რა ან წინა ეპიზოდშიც ვისაუბრეთ რომ რაღაცა მე არ ვადგენ EA-ის დახმარებით პროგრამებს ან პირიქით მე რომ მივდივარ სავარჯიშოდ CrossFit-ზე მე მინდა რომ არც ტექსტზე არ ვიფიქრო არც ზოგადად არ ვიფიქრო მინდა რომ უბრალოდ რაღაცა დამბ არსება ვიყო რომელიც უბრალოდ ივარჯიშებს და რაღაცა სხეულს გააწურვინებს თავისას და მაგით სიამოვნებას მიიღებს და ეგ არის რა ანუ მე სპორტს ზოგადად ეგრე უყურებ ან ნებისმიერ სპორტულ აქტივობას თუნდაც პადელს ან სერფინგს ან ასე შემდეგ ანუ უბრალოდ მინდა რომ იმ მომენტში მისწორდებოდეს ის რასაც ვაკეთებ და ძალიანაც არ დავტვირთო თავი, იმიტომ რომ აქეთ ტექში ძალიან დატვირთული ცხოვრება მაქვს და იქაც რომ ეგ დამკვდეს ცოტა რთულია ფსიქიკისთვის, მაგრამ მე მახსოვს აი არჩილთან საუბრისას ვამბობდი რომ მაქვს ანუ ერთი პოტასი, ერთი რაღაცა რუთი არჩა, გზა არჩეული, ასე ტანსაცმელი ერთი, რომელსაც აი ვიცმევ მაშინ, როდესაც შეიძლება რაღაცა პროგრამა და საკუთარი თავი გაწურვა და სტრუქტურული მიგდომა არ მინდა და უბრალოდ მინდა რომ ვირბინო აი ძალიან დაღილი ხარ და არც სტრუქტურაზე ჩაჭერის თავი რომ უბრალოდ რომ გამიწევ მაგრამ მინდა რომ ირბინო რა იმიტომ რომ ინდა რა ეგ დოპამინები რაღაც ეგეთი არის და ეხლა უკეთ ვაკავშირებ სრიალზე რომ ერთი წერტილი შენთვის გადატოვებული სფერო რომელშიც მუდმივად შენ თავს არ ეჯიბრები და არც ისეთი გამოწვევითი ის არის, იმიტომ რომ სამსახური უკვე გააქვს ეგეთი, ფინანსები არის ეგეთი, სულა არის ეგეთი და აი კიდევ ერთი რაღაცა იყოს უბრალოდ მეტი პრობლემა ცხოვრებაში აღარ გინდა. აუ, საინტერესოა. კაია. კარგი, მოკლედ რას ურჩევდი მაშინ იმ ხალხს, ვისაც უნდა რომ შენაირი დროის მართვის უნარჩვევები კონდეს. რომ ეგეთი რაღაცები მოასწრო. იმიტომ რომ აი ამდენ სფეროში რომ ამ დოზით ხარ ჩართული, რომელიც ცალ-ცალკე რაღაც full time თერი ცხოვრება არის, როგორ ახერხებ საერთოდ მაგას? არ ვიცი. ანუ თავისით ხდება მართლა რაღაც ისეთი თავს დიდად ძალას არ ვატანს მართლა გითხრათ არაფერში. ანუ რაც ცოტა რა თქმა უნდა ჭირდება დილით რო ადგედაც როზე წახვიდე, მაგალითად შეიძლება 9 საათით გადადო ან რაღაც, მაგრამ ისე რომ რაღაც კაცრად გაწერილი მაქვს რაღაცები ეგრე არ ვარ. ალბათ ეგ არის რომ რაღაცები რაც სიამოვნებას მაიწვევს, ეგ რაღაცებს ვაკეთებ და შესაბამისად ავტომატურად ხდება. და თავარი ალბათ სიდარმაცის დაძლევა, რომელიც ამ რუტინიდან და ჩვევებიდან მოდის, რომელსაც ნელ-ნელა იწება. ესე რაღაცა რომ თავს ესე უნდა წავიდე, ეხა ეს უნდა გავაკეთო, ეხა ეს უნდა გავაკეთო, ეხა ეს უნდა გავაკეთო. არა ვარ, აი მაგალითისთვის ბოლო, ანუ სადღაც 4 წლის წინ ეს ძალიან ისეთი მაგალითი არის, მივხვდი რომ ძალიან სტრესავ და მაგვიწარა. რომ აი რაღაც თუ უნდა ავდგე 8-ზე, შესაბამისად რაღაც ვიწვებოდი 12-ზე რომ 8 საათი მქონდა ძილი,
და მოდიოდა 3-4 საათი და იმაზე ფიქრში ხარ მეძინება, მე ძინარი ვიქნები, ვერაფერს ვერ გავაკეთებ და ანუ ერთ დღეს მივიღე გადაწყვეტილება, რომ მაგვიძარა გამეთიშა და ანუ განსაკუთრებული შემთხვევების გარდა იგიჟია. ბოლო 4 წელია საერთოდ არ ხარ. ნუ ეხლა რა თქმა უნდა თუ რაღაც დილით არ ვარ, ასადგომი რაღაცა გასაფრენად ან ეგეთ რაღაცეებისთვის, ანუ ეს ყოველდღიურ ცხოვრებაში 4 წელია მაგვიძარა საერთოდ აღარ ვხმობ. და ანუ ეგ იყო რაღაც ჩემი აზრით, ჩემი შემთხვევაში ძალიან ისეთი გარდამტეხი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომ რაღაცა იძულებით კი არ გააკეთო, ანუ შენით გააკეთო ყველაფერი. იმიტომ რომ ანუ რაღაც 2-ზე ძალიან ისეთი არა, 2-ზე დაიძინებ და 10-ზე გაიხვიცებ, საერთოდ ჯამში ეგ ბევრს არაფერს არ შეცვლის და ის ნაკლები სტრესი ჩემი აზრით უფრო მეტ ბენეფიტს გასდევს. ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ ეს ძალიან ისეთ ეჩიმენტად მიმაჩნია ჩემი თავისთვის და ანუ ეგ მიმაჩნია რომ რაღაც გარდამტეხი იყო, რამაც ძალიან შემიცირა სტრესის რაოდენობა. მაგრამ მე რო ეგ გავაკეთო, ალბათ ვერა სტრესს ვეღარ გავიღვიძებ. 10 წლის მერე ნუ შენ სფეროში გავს იმის მქონება რომ ეგ დღის გრაფიკი შენ გაიწყო რომ არის ხალხისაც აბსოლუტურად რეჟიმში უნდა იშდეს სამსახურის გამო რაღაცა ამიტომ ბავშვების გრაფიკის გამო რაღაც გამო ან უბრალოდ რო სხვა გზა არ აქვს ამიტომ მაგრამ შემამდე გითხრა რაღაც ისე არ ვარ რომ აი რაღაც პირველზე რო განდგებიდან ეგეთი გარღვევები არ მაქვს აი რაღაც მცირედი გარღვევები მაგრამ ანუ ისე ანუ ეს ავტომატურად ისე ჩაჯდა რომ ანუ რაღაც მაინც რუტინაში ანუ თითქმის ყოველდღე ერთ და იგივე დროს ხდება ეგ გაღვიძება არის გამონაკლისები რა თქმა უნდა მაგრამ ესე რომ ამოვარდილი ვარ და რაღაცა ანუ რუტინას მაინც იცავ უბრალოდ ავტომატურად გადასცენება სტრესავ კი ეგ არის ისე ძილზე საუბრობდით და ძილზე გამახსენდა რატომაც წინა კვირას AWS-ი რო აყირავდა ყველაფერი გაფუჭდა მოკლედ ფაქტობრივად ადამიანები 25 წლის უკან დაუბრუნდით ის status page რაც აჩვენებს სხვა საასები ადამიანშია თუ აფში ეგ თვითონ არ მუშაობდა მაგ პროექტებისთვის იმიტომ რომ ეგეც AWS-ი მიბმული იყო და ერთ-ერთი ესეთი ამ ჩამოქცევაში მოყვა smart matrasების კომპანიაც, რომელშიც ეს cloud-ია ყველაფერი, სადაც ეს ტემპერატურის რეგულირება ხდება, მათ შორის ფორმის დაკეცვა და უცებ აი ასე დაიწყეს მატრასებმა გადახურება და ტემპერატურის პროცედურა. და რო გძინავს ხამის 2 საათზე და უცებ მე ვფიქრობდი რომ საუბრობდი კიდევაც ჩემს იგულწესთან რომ მე მგონი ტექნიკური ხალხი ვინც ვართ ბოლოს იქამდე მივედი და სახში უფრო რაღაცა ნაკლები smart რაღაცა გვაქვს იმიტომ რომ არ გინდა რომ IT-ის საქმე აკეთო შაბათ დღეს იმიტომ რომ ისედაც დაღლილი ხარ რა წავიდე ღამე დაწექი დაღლილი ხარ და შენი მატრასი ხურდება და რაღაც იკეცება სხვა ფორმას იღებს იმიტომ რომ ვიღაცა მიქ AWS DNS-ები აურია რა ეგეთი რაღაცა იყო და სხვადასხვა მაგ მატრასებზე გადავიდეთ ახლა რაღაცა ნახევრად ხიარულ თემაში გადავდივართ ერთოს ხო არაპირებთ მიდოდა სანდეს ფას გავიგებდი ძველი ვერსიები შეიძლება იაფიქრე და გამოვიდა ახალი ვერსია smart matrasi თავისი ანუ ბალიშის ჩიხოლიც რომ გამოაყოლო თლიან მის გადასაფარების ჩასადების, იმიტომ რომ მაგალითად სპეციალური ჩასადები აქვს, იმიტომ რომ შესაბამისად მე ათფობს, აგრილებს, შეუძლია ნახევარი მატრაცის სხვა ტემპერატურაზე იყოს შენი პარტნიორი სხვა თუ ხრიმას იწყებ ცოტა ფორმას გაგვიზარებს და გამოიცან დაყოვით $5000 ჩდება იქ პაკეტი და $25 თვიური subscription-ი რომ ავტორეგულაცია შეძლოს. ფაქტობრივად, subscription-ზე თუ პარაძვა და გაუვიდა, იმდამე შეიძლება კომფორტულად არ გეძინოს, გამაგრდეს. იმდამე შეიძლება ისინი აქ ლურსმნები და ქვევინერებოდეს რა. შუაკეს რომ საპორტთან მიდიხარ და refund-ს ითხოვ, იმიტომ რომ AWS-ის გამო ეს ღამე კარგად არ გეძინა და შენი მატრასი არ ფუნქციონირებდა. ეგ ძალიან კაი საჩივრის кейსია რა ამერიკაში უჭველი მოიგებ. კი. არა, სერიოზული ამბები მოხდა, საფეხბურთო იმაზე არ მუშაობდა ოფსაიდის შემოწმების პროგრამა და საჯებს ისევ ძველ დროში დაბრუნება მოუწიეთ, რომ თვალით ემოწმებინათ და
ეგრე ყოფილიყო და ეს ჩვენო კურსორი გაგვითიშენ დაახლოებით. სხვადასხვის პოსტმენიც დაუნში იყო და პოსტმენიც არ მუშაობდა და იგი იყო დეველოპერების ალბათ ყველაზე შოკის მომგვრელი, რომ რატომ უნდა იყოს ისე, რომ ლოკალური კომპიუტერიდან რაღაცა გარეთ რა არის სერვისი, მაგისთვის გჭირდებოდეს ცალკე AWS-ის სერვისი რა, იმიტომ პოსტმენი არ მუშაობდა და მაგის მერე პოსტმენს ქონდა full offline support-ი development-ში, მაგრამ ჯერ გაშვებული არ ქონდა და ვერ მოასწრო რა. მაგრამ ხო საინტერესოა API კლიენტი, რომელიც შენ კომპიუტერიდან გადის, რატო არ უნდა მუშაობდეს, როცა AWS უჭირს. მინდა მუშაობდეს. და მაგის ფონზე ბრუნოს პოპულარობა აიწია Insomnia-ც მე მგონი ზემოთ ვიდეო და ვარსკვლავების ტრენდი რომ ნახე, ასე რომ საინტერესო кейსები არის. ეგ ძალიან ისეთი იყო. ხო მართლა Google ყველაფერი სპროფერი არ მუშაობს ყველა იცახ. კი, ანუ ფაქტობრივად ეგ რაღაცები ხო ყველაფერი time ხო და არაფერი არ მუშაობს. წარმოიდგინე smart მანქანებში რო ზიხარ ან რას მანქანები ჩერდებოდა გზაზე. ავტო გზაზე ჩერდებოდა რომელსაც ახლა ავტოპილოტი რომელსაც აქან Waymo-ს ისინი Google-ის ინფრაზე, მაგრამ წარმოიდგინე ეგეთი რაღაცა რომ მოხდეს რა და სხვა რეგიონში რო დაწვეს და მულტირეგიონალური ის რო არ ქონდეს რა სერვისები გამართული, ანუ რაღაც მომენტში და ეგ წვეტა ნახევარსაათზე მეტი იყოს, კაცობრიობა უკან ანუ მაგიტო არის საჭირო disaster recovery, მაგრამ ამწუხაროდ ყველა პროდუქტს არ აქვს. ხო, DR-ები წკივილი არის, მერე DR-ის ტესტლაც. მე მგონი დღეს ძალიან ტექ ეპიზოდი გამოგვივიდა. და მოდი აღარ ვილაპარაკოს ტექს. სამოვალს მე მგონი რუბრიკა შემოვიღოთ, რომ აი რა მოხდა ტექში. და ან რა მოხდა სპორტში შეიძლება. ხო. ანუ თავი საერთოდ რომ ჩვენ ხო ტექ და სპორტ კლუბი ვართ და სპორტში ძალიან განსხვავებული ბექგრაუნდი მოდიოთ, მაგრამ ტექში მეტნაკლებად მაინც ერთ და იგივე წრეში და სფეროში ტრიალებს და ტექური ამბები ძალიან გვაერთიანებს რა და ეგეთი ნიუსები ყველასთან მარტივად შემოდის ეგეთი ინფორმაციები. კაი, ოთო, რას ურჩევდი დამწყებებს ცურვის მიმართულებით, რადგან ცურვავი უფრო სადაც აი ეს გამოცდილი ხარ, როდის ჯობია, დილით თუ საღამოს? იდეაში ეგ როგორც ვარჯიში, ჯიმი და ყველაფერი ინდივიდუალური არის. ანუ მე ყველაფერი გატესტილი მაქვს, დილითაც გატესტილი მაქვს, შუადღითაც და საღამოსაც, მაგრამ ჩემთვის ყველაზე კარგი ალბათ დილით არის და მაგიტო ამ ეტაპზე დილითაც დილით ვარ ხოლმე. თუ არის შემთხვევები, როდესაც რაღაც მოწვეობის გამო შეიძლება საღამოს მივიდე, მაგრამ 90% ალბათ დილით არის. მაგრამ მე მგონია რომ ინდივიდუალური არ არის დამოკიდებული, ანუ რაღაც ესე კაცრად არ არის განსაზღვრული და ერთად ადამიანზე არის დამოკიდებული. Okay. და თუ არის რა თქმა უნდა ამინდის შესაძლებლობა, ღია წყალში ცურვა თუ აუში ცურვა, ანუ ამათ შორის ვიცხოვ, მაგრამ შენი ისე საით პროგრამის მე ღია წყალში რაც მითხარით, თბილისის ზღვაზე გადაცურვა და ესე დიდ მანძილებზე არ მიცდია. ანუ მე ჩემი გამოცდილება არის შემოიფარგლება მხოლოდ აუზით. ნუ სერიოზულ წრეს რამოდენი, ან რაღაც შორ მანძილზე ცურვას გულისხმობ. არც ზღვაში არ მიცდია რაღაც შორს გასვლა, ესე რომ ვთქვა და არც რაიმე ისეთი დამკოლების გადალახვა ღია სივრცეში. ალბათ რაღაც დროს ვიზამდა ჩელენჯი არის და მაქვს მაგის სურვილი, მაგრამ ჯერ არ მქონია ეგეთი გამოცდილება. აი ჩელენჯები. კი. ხო და ჩელენჯები ვახსენეთ და რა ჩელენჯები გვაქვს რაღაცა ორივე მიმართულებით როგორც სპორტის, ასევე ტექის და ხო რა შენს next step-ებს როგორ ხედავ? სპორტის მიმართულებით ეხლა ცურვის როგორც ახსენეთ რომ რეალის მიმართულებით არანაირი ჩელენჯი არ მაქვს, იმიტომ რომ ძალიან ფანარი და ცოტა სხვა გამოცდილება და არც მაქვს სურვილი რომ კონდეს. რაც შეეხება ცურვის მიმართულებით, როგორც ახსენე, ჩემი მომდევნო ჩელენჯი არის რომ 1 კილომეტრი ჩამოვიყვანო 25 წუთზე. მაგისთვის მარტო ცურვა არ არის საკმარისი, ფიზიკური მომზადებაც არის საკმარისი. შესაბამისად, ჯიმი და ეგეთი რაღაცები ან კონკრეტული ვარჯიშები, რომელიც წყალს არ უკავშირდება. და ვცდილობ, რომ ეგ ყველაფერი დავიწყო და ვნახოთ, აბა მომდევნო 2-3 თვის განმავლობაში, ეგრე მოკლე პერიოდში თუ შევძლებ მაგ ეტაპამდე მისვლას. ეგ არის სპორტში, რაც მაქვს ეს კონკრეტული ჩელენჯი. ეგში რაღაც კონკრეტული ჩელენჯი ამ ეტაპზე არ მაქვს.
ამ ეტაპზე რაცაც ვცდილობ არის რომ რაღაც ეს სტექი და ფინანსები რაღაც ეტაპზე დავაბალანსო და ორივე საკმარისი დრო გამოვყო რომ რომელიმეს არ ჩამოვრჩე და შესაბამისად რაღაც მაგ ეტაპზე ვარ რომ რაღაც სტექი ფინანსები ორივე რომელიც ამ ეტაპზე ჩემი ინტერესის სფეროა იყოს ჩემი ისე ვთქვათ ყოველდღიურობის ნაწილი და რაღაც კონკრეტული მიღწევები და კონკრეტული რაღაც პოინტები მაგ ორი მიმართულებით ჯერ არ მაქვს უბრალოდ რაღაც რუტინულად მივყვები რაც მგონია რომ ყოველთვის გამიტან შედეგს ოკეი. აი, მე მგონი ფინიშისკენ გავედით. რას უსურვებდი ქორს? ქორს უსმრებდი ბევრ საინტერესო სტუმარს და ბევრ საინტერესო თავგადასავალს. თავგადასავალს და ჩაწერას და ბევრ მაყურებელს ყოველდღიურად უფრო მეტ და უფრო მეტ მაყურებელს გისურვებთ. მადლობა ძალიან დიდი და თქვენ კი არ დაგავიწყდეთ რომ გამოიწეროთ არხი. იმიტომ რომ ეს ჩვენთვის დამატებითი მოტივაციაა რომ გავაგრძელოთ ეს საქმე. და შემოგვიერთით კლუბში აპლიკაციის ფორმას ნახავთ ვიდეოს ქვეშაც და ბაიოშიც და ინსტაგრამზეც შემოგვიერთით, იმიტომ რომ საინტერესო თავგადასავლები შეიძლება დაიგეგმოს ერთ-ერთ